დილამშვიდობისა დღეს 13 მარტია. თუ კარგად მომისმენთ, თქვენ სწორად შეარჩევთ თქვენი ცხოვრების მეგზურს. ვერძმა როგორც იქნა დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გარკვეულა პარტნიორად ვინ აირჩიოს. ცხოვრების მეგზურად სადო ადამიანს ეძებს, გონია რომ ყველა უყვარს. სერიოზულ გაუგებრობაშია. კუროსთვის ქორწილი სერიოზული გარიგებაა, მხოლოდ სიყვარული და ლამაზი თვალები არაფერს შველის. თუ ამ პარტნიორობის მიღმა სერიოზული პერსპექტივა არ ესახება. კომფორტი და კიდევ ერთხელ კომფორტი. აი მისი დევიზი. ტყუპებს ძალით თუ არ შეაჩეჩებთ ცხოვრების მეგზურს და ზილში თუ არ დასწერთ ჯვარს, ივლის ასე მარტო და ცხოვრებას ფლირტაობაში გაალევს. სერიოზულ ურთიერთობაზე ისინი არასოდეს ფიქრობენ და თუ დაქორწინდა საქორწინო მოგზაურობაშიც კი შეიძლება საკურორტო რომანიც გააჩაღონ. კირჩხებისთვის პარტნიორის მოძებნა საკმაოდ რთულია. ამ მხრივ დიდი წუნია და არასტაბილური ტიპია. მაგრამ როგორც კი ვინმე შეუყვარდება, სულ არ შეეკითხება ისე გახდება მისი ცოლი ან ქმარი. ლომის მეუღლე რიგითი მოკვდავი, რა თქმა უნდა, ვერასოდეს გახდება. თუ გახდება და მალევე მოუწევს მის უდიდებულესობასთან განშორება. რა თქმა უნდა. ქალწულები ან სკოლიდანვე ქმნიან ოჯახს, ან 30 წელს შემდეგ ძლივს დგამენ ამ ნაბიჯს. ჩემი რჩევა იქნება, თუ საახლობლოში ვინმე ქალწული ყავთ, სასწრაფოდ დააჯახოთ რომელიმე სპეტაკ მეგობარს. მათს მოისხამთ ბოლო-ბოლო. ვერც სასწორები ირჩევენ ცხოვრების პარტნიორს მარტივად. ამიტომ ამ ნიშანს საკმაოდ ასაკოვანი დაოჯახებელი წარმოადგენლები ჰყავს. სხვათა შორის, მაჭანკლები ყველაზე სარფიან გარიგებებს ყოველთვის სასწორების შემთხვევაში ახერხებდნენ. მორიელისათვის ცხოვრების მეგზურის პოვნა უდიდესი წარმატების ტოლფასია. თუ ეს ნიშანი ოჯახის შექმნას სიყვარულით გადაწყვეტს, მაშინ მასზე მეოჯახე და ერთგული ადამიანი ირგვლივ არავინ გეყოლებათ. ნუ იეჭვიანებთ, თუ ძველი თაყვანისმცემლები არასოდეს მოშორდებიან და ნურც ახალი ფლირტები აგაღელვებთ. მისთვის მხოლოდ თქვენ არსებობთ, მხოლოდ თქვენ, მხოლოდ შენს. შვიდოსნები ქორწინებას რატომაც ერიდებიან, ყოველთვის მსუბუქი ურთიერთობა და არაოფიციალური სტატუსი ხიბლად. ალბათ იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს შეძლონ კანარის კუნძულებზე უცხო ხილის დასაგემოვნებლად გაფრენა და ისევ თქვენთან დაბრუნება. წელკები. აი ხა თუ მოვედი. შეეცადეთ თხის რქა თქვენს უფროსთან შექმნათ ოჯახი. იდეალური წყვილი იქნებით, რადგან მხოლოდ საქმეზე მოგიწევთ საუბარი და მთელი დღე ერთად იქნებით, ფული არ მოგაკლდება და არც პარტნიორს უჩივლებთ იმის გამო, რომ ის მუდამ სამსახურშია. მერწყულები ოჯახს შემთხვევით ქმნიან და შემთხვევითვე ანგრევენ. ცხოვრების მეგზურის პოვნა მათთვის არც ისე ადვილია, რადგან ყველა მეგობარი სიგიჟემდე უყვართ და ზღვარს მეგობრულ და პარტნიორულ სიყვარულს შორის ვერასოდეს ავლებენ. თევზების ცხოვრების მეგზური მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მას ყველაზე არამიწიერი პარტნიორი ჰყავს და არასოდეს უნდა მოითხოვოს მისგან ის, რასაც რიგითი ადამიანებისგან ითხოვენ. არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენი მეუღლე სრულიად არაპრაქტიკული და არასერიოზული ადამიანი აღმოჩნდება. უბრალოდ განაგრძეთ მისი სიყვარული, მას ხომ ყველაზე მეტად უყვარხართ. Solo me soy de